მოგესალმებით მეგობრებო, ანონიმური ფაქტები ისევ თქვენთან არის, როგორც ყოველთვის ყოველ დღეს 3 საათზე. ჩვენი პლანეტის 70%-ზე მეტი ოკეანეს უკავია. სწორედ ამ შთამბეჭდავი მასშტაბებიდან გამომდინარე, მისი დიდი ნაწილი ადამიანისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი და საიდუმლოებებით მოცული რჩება. თუმცა, მიუხედავად ბევრი კითხვის ნიშნებისა, უკვე არსებობს უამრავი საინტერესო ფაქტი. მაშასე დღეს მინდა წარმოგიდგინოთ სწორედ ეს ფაქტები. 10 საინტერესო და ამოუცნობი ფაქტი ოკეანის შესახებ. ოკეანის უმეტეს ნაწილში ბნელა. ვინაიდან წყლის სიღრმეში მზის სხივების სინათლე მხოლოდ 200 მეტრით აღწევს, ოკეანის დანარჩენ ან უმეტეს ნაწილში სიბნელეა. მეცნიერები ამას აფოტიკურ ზონას უწოდებენ. მეცნიერებისთვის ოკეანის დიდი ნაწილი ამოუცნობი რჩება. როგორც უკვე გითხარით, ოკეანის დედამიწის 70% უკავია და მისი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ოკეანის 95% მეცნიერებისათვის დიდი კითხვის ნიშნებითა და ბურუსით არის მოცული. ოკეანის თქვენი დაჭმუჭნა შეუძლია. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ ოკეანეში, მით უფრო მატულობს წყლის წნევა, რომელიც დაუნდობლად აწვება ორგანიზმს. საბოლოოდ კი თქვენს ორგანოებს გაანადგურებს და სიკვდილამდე მიგიყვანთ. მართალია, ყვინთვისას კრიტიკული ზღვარი არ არის დადგენილი. მაგრამ მყინთავები, რომლებიც რისკავენ და ოკეანის ფსკერს მაქსიმალურად უახლოვდებიან, სისხლიან ხველას და ფილტვების ტკივილს უჩივიან ხოლმე. ოკეანი ათასობით ბაქტერიის და ვირუსის სახლია. გაგიკვირდებათ და ოკეანეში უფრო მეტი ვირუსი და ბაქტერიაა ვიდრე ხმელეთზე. სწორედ ამიტომ იქ ცურვისას ყოველთვის არის რისკი, რომ ნაპირზე ისეთი საშიში დაავადებებით დაბრუნდეთ, როგორიც არის კანის გამონაყარი, ჰეპატიტი და სტაფილოკოკური ინფექციები. დაავადების რისკს ისიც განაპირობებს, თუ კონკრეტულად რომელი ქალაქის სანაპიროზე იმყოფებით. ოკეანეში 8 მილიონ ტონაზე მეტი ნაგავია. ადამიანის საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდი ნაწილი სამწუხაროდ ოკეანეში ხვდება და დღეს მასში ნაგვის რაოდენობა უკვე 8 მილიონ ტონას აღწევს. ოკეანის ენერგია. ჩვენ რომ ოკეანის კინეტიკური ენერგიის 0.1%-ის ათვისება შეგვეძლოს, მსოფლიოს 5-ჯერ მეტი ელექტროენერგია ექნებოდა, ვიდრე დღეს არის საჭირო. 20 მილიონი ტონა ოქრო. ოკეანის ფსკერზე დაახლოებით 20 მილიონი ტონა ოქროს მარაგია, თუმცა ის პატარა და თითქმის უხილავ ნაწილაკებად არის გაბნეული. ოკეანეში დაკარგული ადამიანები. ოკეანეში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იკარგება. მათ შორის არის დაკარგული საკრუიზო ლაინერი, რომელიც 165 ადამიანთან ერთად კაცმა არ იცის სად გაუჩინარდა. მკვლელი მედუზები. ალბათ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ყოველწლიურად მედუზები გაცილებით მეტ ადამიანს კლავენ, ვიდრე ოკეანის ნებისმიერი სხვა ბინადარი, მაგალითად ზვიგენი. ოკეანის ბინადართა უცნობი სახეობები. ყველა ფიქრობს, რომ წყალქვეშა სამყარო ძალიან მრავალფეროვანია. როგორი თევზი ან უცნაური წყალში მოლივლივი არსება არ გვინახავს. მაგრამ რეალობა კიდევ უფრო შოკის მომგვრელია. ოკეანის ბინადართა 85%-ზე მეტი ადამიანებისათვის ჯერ კიდევ უცნობია. ერთი რამ კი ყველასთვის ცხადია. სამომავლოდ ოკეანე ბევრ სასიამოვნო ნიუანსს გვიმზადებს. დღეისთვის კი სულ